მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ახალი ვიდეოთი დაგიბრუნდით, მოძრაობას ვიწყებთ ტულუზის აეროპორტიდან და მივემგზავრები ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე, მალიორკაზე. წინ გველოდება თავგადასავლები, ზღვა, მზე და ძალიან ლამაზი ატმოსფერო. წამოდით ჩემთან ერთად 1 საათი და 20 წუთი უნდა ტულუზიდან ფრენას, საფრანგეთიდან მივდივარ. საათი და 20 წუთი უნდა ფრენას და ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. ესეც ასე დაფრინდა ჩემი თვითმფრინავი პალმა დე მალიორკაში. ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ აეროპორტიდან პირდაპირ 64-ში გადმოვინაცვლე. გამომყევით, იყავით ჩემთან ერთად, მანამდე მინდა გთხოვოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ბევრ ლამაზ საინტერესო მოგზაურობას გპირდებით. ეხლა გავემართები სასტუმროსკენ, აუცილებლად მინდა რომ ისიც გაჩვენოთ, ფასი, ყველაფერი, როგორ გამოიყურება, რა თქმა უნდა, მეც არ ვიცი. მივიდეთ სასტუმროში, დაგათვალიერებინებთ და შემდეგ გავეშუროთ ქალაქის დასათვალიერებლად. პალმა დე მალიორკაზე ვიმყოფებით. მოვედი სასტუმროში, მეგობრებო, ეხლა დაგათვალიერებინებთ ყველაფერს. ესე იგი, სარკე ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი სუფთა მოწესრიგებული ოთახია. 2 საწოლი. ძალიან სუფთაა და მოწესრიგებული, სიმართლე გითხრათ. ესეთი და პატარა აივანი ყავის დასალევად. მე მომწონს, რა ვიცი. და ეს დაჯდა დაახლოებით 2 ღამე 200 евро. ეს კონდიციონერი ყველაფერი არის, ყველაფერი თავის ადგილას, ყველაფერი სუფთა და გაწკრიალებული. მეგობრებო, მოგეხსენებათ ვიმყოფები პალმა დე მალიორკაზე და მინდა რომ აი შეგახედოთ ფასებს, ბარემ, იმიტომ რომ აინტერესებთ ხოლმე, ეს პატარა სნეკები, პასახემსებელი, რამეები, ჩიპსები, რაღაცები, ნახე არ არის საერთოდ ძვირი. მე კაფეში და რესტორანში რო გავალიქ ნახოთ ერთი რა იქნება, მაგრამ სნეკები, რაღაც შოკოლადები, რაღაცები, აი მართლა არ არის ძვირი, საფრანგეთთან შედარებით მით უმეტეს კიდე. საკმაოდ იაფია. ესე სუვენირების მაღაზიები, ხოით აი ნახეთ რა იაფია ეხა ესპანეთში ყოველთვის 1 евро, евро ნახევარი. აი ნახეთ სანაპიროსთან ვართ ახლოს. ნახე რა ლამაზია მზის ჩასვლა. იქ საფრანგეთში როგის მილიონი. აქ იაფია უფრო. წავიდეთ სანაპიროსკენ.
გამოვედი, ეხლა ნელ-ნელა მინდა რომ რაღაცნაირად მოვიდე გონს, მინდა რომ რაღაცები მოვძებნო, კარგად გემრიელად დაგათვალიერებინოთ. ეხლა გამოვედი სასტუმროდან, გამოვისეირნე სანაპიროზე, ძალიან ლამაზია, ქარობა თამაშობენ ფეხბურთს. მიუხედავად იმის, რომ საკმაოდ გრილა, ძალიან ბევრი ხალხია გამოშლილი, სეირნობენ, არის ერთი ხიარულება და ძალიან მომწონს საქავრობა და მინდა რომ ზუსტად ისე გადმოგცეთ, რამენაირად არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი მზის ჩასვლა და იქნებ გადავიღო ისე კადრები, რომ ლამაზად მოგაწოდოთ. იყავით ჩემთან ერთად და ბევრ საინტერესო ადგილებში გამოგზავნებთ. ესეც ასე შემოვედი, ძალიან ლამაზი კაფეა, რესტორანია და რა თქმა უნდა დავაგემოვნოთ, გავიგოთ ფასები, მინდა ხოლმე რომ გაგიზიაროთ. რა თქმა უნდა ესპანეთში რა უნდა გავსინჯოთ, თუ არა მოხიტო მაქვს მართვის და ღირს 11 ევრო დაახლოებით საკმაოდ ძვირია. ჩიზკეიკი, რომელიც ღირს დაახლოებით 5-6 ევრო, საბოლოოდ რაც გადავიხდი, მაგასაც მოგახსენებთ. გაგვიმარჯოს, იყავით ჩემთან, ბევრ საინტერესო ვიდეოს გვპირდებით და მხოლოდ ახლა იწყება ჩვენი მალორკაზე მოგზაურობა. მოგესალმებით მეორე დღე, ჩემი მეორე დღე მალორკაზე. პალმა დე მალორკაზე გახლავართ, როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე. ეხლა გამოვედი სასტუმროდან და გავემართოთ ლამაზ-ლამაზი ადგილების დასათვალიერებლად. მე მაქვს სურვილი რომ წავიდეთ კათედრალზე, მე ამას გზადაგზა რა თქმა უნდა მოგახსენებთ. ისევ და ისევ მინდა მოგიწოდოთ, დარჩით ჩემთან და დაელოდეთ საინტერესო კადრებს. პალმა დე მალორკა, ხმელთაშუა ზღვის გულში გაშლილი ქალაქი, სადაც ისტორია, ზღვის სურნელი და ესპანური ცხოვრების რიტმი ერთიან ჰარმონიად იკვრება. ეს არის ბალეარის კუნძულების დედაქალაქი და მთავარი მარგალიტი მალორკაზე. ადგილი, სადაც ყოველი ქუჩა, ქვა და ტალღა თითქოს საკუთარ ამბავს ყვება. ქალაქი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში, იბერიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით. მისი ბუნებრივი ნავსადგური საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა სხვადასხვა ცივილიზაციას, ფინიკიელებს, რომაელებს, ბიზანტიელებსა და არაბებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო არაბული პერიოდი, რომელმაც ქალაქის არქიტექტურასა და ურბანულ სტრუქტურაზე დიდი გავლენა მოახდინა. 1229 წელს ჯეიმს პირველი არაგონის მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ პალმა ქრისტიანული ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად გადააქცია. დღეს პალმა დე მალორკა დაახლოებით 9 მილიონამდე მოსახლეობას ითვლის და წარმოადგენს კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის მნიშვნელოვან ცენტრს ესპანეთში. მიუხედავად თანამედროვე ცხოვრების ტემპისა, ქალაქმა შეძლო საკუთარი ისტორიული იერის შენარჩუნება, განსაკუთრებით მის ძველ ნაწილში. ძველი ქალაქი ეს არის ვიწრო, ქვის ქუჩების ლაბირინთი, სადაც შუა საუკუნეების ატმოსფერო ჯერ კიდევ ცოცხალია. აქ აღმართულია შთამბეჭდავი ლა სეუ კათედრალ, გოთიკური არქიტექტურის შედევრი, რომელიც ზღვის პირას დგას და თითქოს თავადაც ტალღებთან ერთად სუნთქავს. პალმა დე მალორკა არის ადგილი, სადაც ისტორია და თანამედროვე ცხოვრება ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს. ქალაქი, რომელიც თავისი ატმოსფეროთი, არქიტექტურითა და კულტურით დაუიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. მეგობრებო, სამწუხაროდ მიკროფონი დამიჯდა, იმედია კარგად გაგაგონებთ ჩემს ხმას. აი აქ, აი ამ გზაზე არის ლა სეუ კათედრალ, რომელიც არის მთავარი კათედრალი პალმა დე მალორკაზე, რომელიც მისი მშენებლობა დაიწყო მე-13 საუკუნეში. იგი ცნობილია თავისი გოთიკური სტილით და გაუდის მიერ შესრულებული ელემენტები არის ძალიან ბევრი, ასევე არის ვარდისფერი ფანჯარა, ეგრეთ წოდებული, სადაც მზის შუქი რომ შემოდის, ძალიან ლამაზად შლის ამ სინათლეს. აი ესე ამაყად დგას ხმელთაშუა ზღვის პირას ეს კათედრალი და ესე ლამაზად გამოიყურება. ძალიან ლამაზი ხედებია,
მინდა გითხრათ, რომელსაც გადავიღებ, გაჩვენებთ აუცილებლად. ესეთი ულამაზესი ხედებია ამ კათედრალიდან. აი ესეთი გადასახედია და ქუჩის მუსიკა, ესეთი ქუჩის მუსიკა ისმის, იქაც ჩავისეირნოთ. მართლაც რომ ლამაზია აქავრობა. როგორი დიდებული არქიტექტურა, გოთიკური სტილი, როგორც აღნიშნე. ლამაზი თაღებით გავდივართ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პალმები. ნახეთ რა სილამაზეა. ძალიან ლამაზია მართლა აქავრობა. გუშინ შეგრძით რომ თასი მე თქვა თქვენთვის, ესე იგი 2 სასმელი რესტორანში და 2 ჩიზკეიკი, და 40 евро. და ეხლა რა მინდა კიდე რას მინდა რომ ხაზი გავუსვა. ეხლა შემოვედით აქ ძალიან ტურისტული ადგილია. წყალი, ეს კათედრალი. შემოვედით ყავის დასალევად. ყავა ღირს 5 евро, მაგრამ რა არ მომეწონა. არც ხელსაწყები, არც შაქარი, ანუ არაფერი არ მოყვა და ესეთი რაღაც მე რა ვიცი, ხა ყველაზე ასე ვთქვათ, არატურისტულ ადგილებში და აი ესე უბრალოდ რო ქუჩაში გაიარო და დაჯდე და ყავა დალიო და მეთანხმებით რომ შაქარს ყველგან მოგართმევენ და ხელსაწყები ხო? ხო, მოკლედ ეგ მინდოდა მე თქვა. მივირთმევ ყავას და განვაგრძობ ისევ ქალაქის დათვალიერებას.
ისეთი მოედნები, ლამაზ-ლამაზი. მართლაც მოხიბლული ვარ აქავრობით ისეთი სილამაზეა, ნახეთ. აი ესეთი ძალიან ლამაზ-ლამაზი ქუჩებია. რა არის იცით, მინდა რომ ყველაფერი გადავიღო, მე იქედან გამომდინარე რომ დამიჯდა მე მიკროფონი და დღეს შეიძლება ვერ გაგაგონოთ ნორმალურად ჩემი ხმა, აუცილებლად ყველაფერს გადავიღებ და ნელა-ნელა პატარ-პატარა ისტორიებსაც დავურთავ თან. გავაგრძელოთ პალმა დე მალიორკას დათვალიერება, მართლა ძალიან შთამბეჭდავია აქავრობა და სადაც მე შევძლებ რომ წავიდე, აუცილებლად ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. იმოგზაურეთ ჩემთან ერთად, გამოიწერეთ ჩემი არხი Ninis Next Stop და გპირდებით მრავალ საინტერესო, როგორც შევძლებ, ისეთ საინტერესო ვიდეოებს. მადლობა. მოგესალმებით ისევ და ისევ. დღეს მივდივარ, ვიმყოფები პალმა დე მალიორკაზე, დღეს მივდივარ კასტელ დე ბელვერზე მივდივარ. დაახლოებით 6 წუთი მჭირდება რომ ავიდეთ, დაგათვალიერებინებთ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, გუშინ რაღაცები გადავიღე, თურმე ხმას არ იწერდა რაღაც, მაგრამ არა უშავს, ბევრი კადრები მაქვს. აუცილებლად მაინც ლამაზად დაგათვალიერებინებთ აქავრობას. არ იმოქმედებს ეს ჩემს განწყობაზე. წავედით და დაგათვალიერებინებთ კასტელს. მეგობრებო, აი ეს კიბე უნდა ავიარო, ეხა ბოლოში უნდა ავიდე, საკმაოდ გრძელი კიბე და მოვხვდებით კასტელ დე ბელვერ, რომელიც არის მრგვალი ციხე და წესით უნდა გადახურებდეს პალმას ზემოდან და უნდა იყოს ლამაზი ზღვის ხედები. წავიდეთ და ერთად ვნახოთ, გამომყევით. ამოვედი როგორც იქნა ამ კიბეზე, ეს გახლავთ კასტელ დე ბელვერი, რომელიც აშენდა მე-14 საუკუნეში, თავიდან იყო სამეფო რეზიდენცია, შემდეგ გამოიყენებოდა როგორც ციხე, საპატიმროები, დღეს არის იქ მუზეუმი. თვითონ სახელი კატალონიურიდან მოდის და ნიშნავს ლამაზ ხედებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი ხედებია. საკმაოდ გრძელი გზა იყო გამოსავლელი. მაგრამ ღირდა მე მგონი. ეხლა დაგათვალიერებინებთ როგორი ხედებია, თვითონ ციხესაც დაგათვალიერებინებთ, დარჩით ჩემთან.
პალმა დე მალიორკას ზემოთ მწვანე ბორცვზე აღმართული კასტელ დე ბელვერი თითქოს ზღვისა და ცის შუაში დაკიდებული ქვის გვირგვინია. ეს ციხესიმაგრე მე-14 საუკუნის დასაწყისში აიგო. მისი სახელიც კი ბელვერ კატალონიურად ნიშნავს ლამას ხეთს და მართლაც აქედან ხმელთაშუა ზღვა ჰორიზონტამდე იშლება, ხოლო პალმა ქვემოთ მშვიდად სუნთქავს. უნიკალური წრიული ფორმა ციხეს განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს. ევროპაში ასეთი არქიტექტურა იშვიათია. გალავანი, ცენტრალური ეზო და 4 კოშკი თითქოს სრულყოფილ წრეს ქმნიან სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლოდ. მაგრამ ბელვერი მხოლოდ სამეფო რეზიდენცია არ ყოფილა, დროთა განმავლობაში იგი ციხეთაც იქცა. საუკუნეების განმავლობაში ბელვერი ჩუმად აკვირდებოდა დროის დინებას, ომებს, სამეფოთა ცვლილებას, ადამიანთა ბედს. შემოვედი შიგნით ტერიტორიაზე და ეხა მაქსიმალურად დაგათვალიერებინებთ. აი ესეთი ხედები იშლება აქედან, ესე ზღვაზე. იქით პალმა, ქალაქი ჩანს თვითონ. და ესეთი მრგვალი, უნიკალური მრგვალი ციხეა, მინდა გითხრათ. ესე გამოიყურება შიგნით. შიგნით, მეგობრებო, ესე გამოიყურება ეს ციხე. ესეთი მამაზია, ნახეთ. ესეთი სრულიად მრგვალია ყველაფერი, ნახეთ. აი ესეთი. ესეთი ჭა როგორც ჩანს, ძველი. დახურული აქვს თავსახური. ნახეთ. ახლა ეგ რაღაც ოთახებია. მინდა რომ შევიდეთ და დაგათვალიერებინოთ იქაც. ხა შევალ შიგნით მუზეუმში და დაგათვალიერებინებთ იქაც ყველაფერს. სხვათა შორის დღეს მე გამიმართლა, უფასო იყო შემოსვლა, ზოგადად არ არის ხოლმე უფასო, დაახლოებით 4 ევრო ღირს, როგორც ვიცი, მაგრამ დღეს ესე მოხდა რაღაცნაირად. კარგით, შევიდეთ ახლა მუზეუმში, დაგათვალიერებინებთ. ნახეთ როგორი ძველი ჭურჭელია ესე. პალმას ისტორიული ცენტრიო, ესე აწერია. მე-18 საუკუნის ჭურჭელია. კეთაც გადავიღო. ეს თიხის ჭურჭელია. ესეც ძვირფასებო, მე-17 საუკუნის არის ეს ჭურჭელი.
აი ნახეთ ძველი იარაღები, სამუშაო იარაღები სავარაუდოდ. ნახეთ. მე რაღაცნაირად სევდა მიპყრობს ხოლმე ასეთ ადგილებში, როდესაც შემოვდივარ. რომ აი აქ ჩვენ ახლა დავდივართ დასათვალიერებლად და სასეირნოთ და რა ხდებოდა აქ? გაცმა არ იცის, როგორც უკვე გითხარით, ეს საპატიმროებადაც გამოიყენებოდა შემდგომში იყო ციხეები. ესეთი ადგილებია, ესეთი ჭურჭელია გამოფენილი. ესეთი არკა შესასვლელი და აი ესე გამოიყურება. ესეთ ძველი ჭურჭელი, რომელსაც მაშინ იყენებდნენ. That's a cave. Go and read it and then say what's the why is there a cave? მოკლედ ესეც ასე დაგათვალიერებინეთ ეს ციხესიმაგრე, მე მგონი კმაყოფილი დარჩით, ძალიან ლამაზია აქავრობა, რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან სევდიანია ხოლმე, როგორც გითხარით უკვე ესეთ ადგილებში. ეხლა გავალ მე უკვე აქედან, იმედია კარგად მოგაწოდეთ ყველაფერი, გავალ ეხლა და მინდა ძალიან რომ ჩავიდეთ ცენტრში, პალმის ცენტრში და იქაც გადავიღო, იმიტომ რომ გუშინ მიკროფონი არ მუშაობდა, იმედია ეხლა მუშაობს და იქიდანაც მინდა რომ გადავიღოთ რაღაცეები და რაღაცეები გაგარკვიოთ და გამოგზავროთ ლამაზად ჩემთან ერთად დროებით. აქვე არის ესეთი სუვენირების მაღაზია, აი, Castel de Belver. და არის ძალიან მომეწონა მოსასვენებელი ადგილი, კაფე, სადაც ეხლა მე გეახლებით გემრიელ ყავას და მე განვაგრძობ უკვე ქალაქში გადავინაცვლებ, სადაც შევძლებთ რომ ერთად ვიშოპინგოთ. თავარ გამზირზე ვიმყოფები პალმა დე მალიორკაზე და ძალიან კარგი ადგილია შოპინგი, ვისაც გვიყვარს, ვისაც არ ვიცი, მე არ მეგულება ადამიანი რომ არ უყვარდეს შოპინგი. ხო, და ესეთი ეს სავაჭრო ცენტრია, კორტ ინგლესი, მე მგონი კარგი სწორად გამოვთქვა, ბარსელონაშიც არის ეს ქსელი, ძალიან ბევრი მაღაზიებია, ესეთი ლამაზ-ლამაზი ქუჩებია და მოკლედ წავიდეთ ვიშოპინგოთ ეხლა ერთად. ჩემი საყვარელი კუთხე. ყველაფერია 6-4-ია მოკლედ. მეგობრებო, მოკლედ, რა ვიცი, შეგახედეთ სავაჭრო ცენტრშიც. აი ესე ქუჩა, თლიანი ქუჩები არის. ეს მაღაზიები,
შოპინგისთვის იდეალური ადგილია მართლა. იქიდან გამომდინარე, რომ ეხა ისე არ თბილა, რომ დაუშვათ წყალში ჩავიდეს ადამიანი, ზღვაზე გაისეირნოს. დავდივარ შოპინგობ რაღაცებს, თქვა საჩუქრები, რაღაც რუღაცები. ძალიან კარგი ადგილია, ვისაც შოპინგი უყვარს. მე ძალიან მალე ვიღლები სიმართლე რო გითხრათ, არ შემიძლია დიდხანს სიარული საშოპინგოთ. მირჩევია, უფრო დავათვალიერო რაღაცები, მაგრამ ესე ცენტრალურ ქუჩებზე დავდივარ, დავსეირნობ, სხვა შორის ძალიან კულტურული, ძალიან ლამაზად გამოწყობილები დადიან ადამიანები და ძალიან მომწონს, აი გემრიელი, კარგი დასასვენებელი გარემოა, მინდა გითხრათ რა, მართლა ძალიან სასიამოვნო გარემოა. ზოგადად ნუ ეხა ვიცით, რომ ესპანელები ძალიან ესეთი კომუნიკაბელური ხალხია, ძალიან კარგი თბილი ხალხია და მეც მსიამოვნებს ესე სეირნობა და თქვენც გასეირნებთ ჩემთან ერთად. ესეთი ქუჩებია, სულ შოპინგისთვის გათვლილი, ასე ვთქვათ. ესეთი ვიწრო შესასვლელები, ძალიან ლამაზი კორპუსები. ყველაფერი არის ძალიან დახვეწილი, ესე ვიტყოდი. მოკლედ სიმართლე რომ გითხრათ, მოხიბლული ვარ. პალმათი ძალიან ლამაზი ქალაქია, როგორც ესეთი მაღალი დონის კურორტი, ნამდვილად კარგია, ნამდვილად სასიამოვნო დასვენება. მინდა გითხრათ, რომ შეიძლება როგორც თქვათ ძვირფასი რესტორნები არის, ასევე არის ბიუჯეტური ადგილები, სადაც თქვათ ნორმალურ ფასად შეგიძლიათ რომ ყავა მიირთვათ, თქვათ მიირთვათ საჭმელი, სადილი, ვახშამი არის ყველანაირი. მე მაგალითად რა ვიცი, ხანდახან ისეთ წარმოდგენა მაქვს ხოლმე ესეთ კურორტებზე, რომ თქვათ ვერაფერს იაფად ვერ გააკეთებ, არ არის ესე. ნამდვილად შეიძლება ცოტა ბიუჯეტურადაც გართობაც, სეირნობაც, რესტორანში სადილიც და ასე შემდეგ ყავის მირთმევაც. კი, ოდნავ ძვირია, ვთქვათ, სხვა კურორტებთან შედარებით ნამდვილად ძვირია. მაგრამ შეიძლება რომ რაღაცნაირად ბიუჯეტურადაც გამოძვრეთ. განვაგრძოთ ქალაქის დათვალიერება, ყველაფერს რაც მომეწონება, რაც მომინდება რომ გაჩვენოთ, ყველაფერს გათვალიერებინებთ, დავდივარ, არ ვიზარებ და შეგახედებთ ყველაფერს. იყავით ჩემთან, გამოიწერეთ ჩემი არხი, დარჩით ჩემთან და ბევრ საინტერესო ვიდეოს გპირდებით. ეს მთავარი სასეირნო ქუჩა, ძალიან ბევრი ხალხია, იმიტომ რომ ძალიან კარგი ამინდია. ძალიან ბევრი ხალხია, ეხლა მეც გავეშურები, სადმე მივირთვა ყავა. ძალიან ბევრი ტურისტია. და ლამაზ კაფეებში განლაგებულები. გამოვისეირნე ქალაქის მთავარ გამზირზე, რომელიც არის Paseo del Born. აი, აქ იყრის თავს ყველა ტურისტი, ეს არის მთავარი სასეირნო ქუჩა, გახლავთ ბევრი რესტორნები, ძალიან ბევრი ტურისტია ჩამოსული, ძალიან კარგი ამინდია, ყველა არის გალეთ გამოშლილი და მართლა ძალიან ლამაზია აქაურობა, არის კაფეები, რესტორნები, მოსასვენებელი ადგილები, მოკლედ ეს გახლავთ მთავარი გამზირი Palma de Mallorca-ზე.
got time for one more. ასე მეგობრებო, მე აქედან დაგიმშვიდობებით. იმედია საინტერესო ვიდეო გამომივიდა, იქიდან გამომდინარე რომ მოგახსენეთ უკვე რომ მქონდა პრობლემები. ხან მიკროფონი დამიჯდა, ხმა არის, მოდა ბევრი რაღაც გადავიღე, მაგრამ მაინც ავაწყე იმედია ისე ლამაზად, როგორიც არის აქავრობა. მინდა გთხოვოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი YouTube-ზე, Ninis Next Stop, ასევე TikTok-ზე, იგივე სახელწოდებით და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. მომავალ შეხვედრამდე.